კიდევ ერთი საქმე პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. კალაძის შტაბთან ბანერებს გუშინ კრიმინალური ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოძიებას ხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით კალაძის ბანერებზე გაკეთებული წარწერების გამო მიმდინარეობს. საპროტესტო წარწერები ბანერებზე აქტივისტებმა გუშინ გააკეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია ის პირები, ვინც პროტესტის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდა. ბოთლი პირველად კი არ მომხვედრია, უამრავი კერა იყო ჩხუბის, უამრავი კანონდარღვევა, ვერ მოხერხდა დაკავება. თქვა პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა კითხვის პასუხად, რატომ არ არის არც ერთი თავდამსხმელი დაკავებული. რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონური მედიის ინფორმაციით ერთ-ერთი დრონი ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ვირიქში ჩამოვარდა და საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაზიანდა სახლის ეზოში მდგარი მანქანაც, დაშავებული არავინაა. მანამდე ოკუპანტებმა პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე უკრაინის რეგიონებზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. სავარაუდო საფრთხის გამო პოლონეთმა 4 აეროპორტი დახურა. ვარშავამ და ნატოს მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში ავიაცია ამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები. რუსეთის მიერ დონეცკის ოლქში მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, დაშავებულია 20-მდე ადამიანი. რუსებმა ზუსტად იცოდნენ სად ურტყამდნენ. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც პენსიებს იღებდნენ, თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.